TBC კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა. TBC კაპიტალმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ღონისძიება უკვე მეორე ჩატარდა და 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოსდან და რეგიონის ქვეყნებიდან. გლობალურ ეკონომიკაში რეგიონის მზარდი როლის ფონზე გაიზარდა კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესიც. ამ პროცესების საპასუხოდ კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები. კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია წელს გაფართოებული ფორმატით ჩატარდა იმსჯელის გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთზე. მიმოიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი, რომლის მოცულობაც ბოლო 4 წლის განმავლობაში გასამაგდა და 3 მილიარდ ლარს მიაღწია. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ზრდასა და ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას. წელს TBC კაპიტალი ეროვნულ ბანკთან ერთად მასპინძლობს რიგით უკვე მეორე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის კონფერენციას. ძალიან მასშტაბური კონფერენცია გამოვიდა, გაცილებით უფრო დიდი ვიდრე პირველი, რაც განაპირობა დიდმა ინტერესმა, როგორც ადგილობრივი, ესე საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მიერ. წელს ჩვენთან არიან 500-ზე მეტი მონაწილე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ვინც დაინტერესებულები არიან და აქვთ უკვე ინვესტირებული საქართველოში, რეგიონში და რა თქმა უნდა, არსებული და მომავალი ემიტენტები. კიდევ ერთი მნიშვნელობა, რაც არის კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით, საგულისხმო არის ზრდის ტემპი. ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება ეს ბაზარი. ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-იანი ზრდა არის ყოველწლიურად და წელს უკვე 3 მილიარდს აღწევს. ეს არის ალტერნატიული დაფინანსების წყაროები, რაშიც TBC ჯგუფი და TBC კაპიტალი კონკრეტულად ლიდერის პოზიციას იკავებს. ჩვენ 56% გვაქვს ბაზრის წილი ყველა გამოშვებაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ თემების მხრივ დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მრავალფეროვანი. ჩვენ მოვუკრიბეთ ვის რა ინტერესი ქონდა, როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო თვალსაზრისით და ვფიქრობთ, თემების განხილვა და ასევე კავშირების დამყარება ხელს შეუწყობს შემდგომ განვითარებას კაპიტალის ბაზრებისა საქართველოშიც და ჩვენ რეგიონშიც. უკვე მეორედ ვესწრები TBC ბანკის ღონისძიებას. ბოლოს რამდენიმე წლის წინ ეს ღონისძიება ძალიან წარმატებული იყო. მოიზიდა ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტი და როგორც ჩანს, წელს კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით საქართველოს საკმაოდ აქტიური ემიტენტია საერთაშორისო ბაზრებზე. 2007 წლიდან მოყოლებული საქართველოდან უკვე 10 მსესხებელი გამოვიდა საერთაშორისო ბაზრებზე. არსებობს ამ მიმართულებით საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია. ეს პროცესი დაიწყო 2007 წელს და ბოლო სუვერენული ტრანზაქცია უკვე 30-ე იყო საქართველოსთვის. ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით ეს საკმაოდ უჩვეულოა. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები და კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ბაზრებს. რა თქმა უნდა, ესეთი სახის კონფერენციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა TBC-ს, რომ ესეთი ძალიან მაღალი ხარისხის კონფერენცია არის, იმიტომ რომ აქ არიან ძალიან სერიოზული საერთაშორისო ბანკირები და ინვესტორები. რა თქმა უნდა, ჟურნალისტები ეს გავა ეს ინფორმაცია, ასევე ის კომბინაცია ქართული ბიზნესის, საერთაშორისო ინვესტორების და საქართველოს მთავრობა, რომ ერთად შეხედან და საუბრობენ ბიზნესზე, ბიზნეს წარმატებებზე, მომავალზე, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს ყველა ამას ხედავს ქვეყნის გარეთ და ეს არის ძალიან საწინდარი წინსვლის და განვითარების. დღევანდელ დღეს TBC კაპიტალის ორგანიზებით კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს უწყობს ქართული ბიზნესის მდგრად განვითარებას და ეს ყოველივე საქართველოს ეკონომიკის შემდგომი მდგრადი განვითარების საფუძველია. თეგეტა ჰოლდინგმა ეს პროცესი 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა კაპიტალის ბაზრებზე და 2025 წელს იყო ჩვენი მეორე ემისია. ეს არის არა მხოლოდ წვდომა რაღაც შედარებით იაპ კაპიტალთან, არამედ მეორეს მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტის შექმნა ნებისმიერი კომპანიისთვის, რადგან ინვესტორები მოითხოვენ მეტგამჭირვალობას, უკეთეს კორპორატიულ მმართველობას და ისეთი ფუნდამენტის შექმნას, რაც ბიზნესის მდგრადი, გრძელვადიანი
განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის საამაყოა ამ ღონისძიებასთან ასოცირება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ძირითადი სტეიქჰოლდერების შეკრება საერთაშორისო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით კი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებასთან. მას შემდეგ, რაც ქართული კომპანიები, განსაკუთრებით ბანკები გამოჩნდნენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან ზრდას. ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. გამოწვევები კი არსებობს, როგორც ყველგან, თუმცა მათი უმეტესობა გეოპოლიტიკურია.